ღამით შეძრა მთელი სოციალური ქსელი. ერთი კაცის აქცია სახელმწიფო კანცელარიასთან. თქვენ უყურებთ ინგა გრიგოლიას დღის ამბებს ორზე მოგესალმებით. შემოგვიერთდით დღეს გადაცემას მთავარი ამბით, მთავარი გმირი გახსნის. შესაძლოა დაიბადო გეტოში, ქალაქის ერთ-ერთ ღარიბ გარეუბანში და თითქმის მთელი ბავშვობის, მოსწავლეობისა და სტუდენტობის პერიოდი გაატარო ისეთ პირობებში, მუხაოს ხუთში ცხოვრებაზე უკეთესი რომ არ არის. გეძინოს იატაკზე და მორხეული სკამი გიწევდეს მაგიდის მაგივრობას. ელექტროენერგია არ კონდეს და ლამპის შუქზე გადიოდეს ღამეები. მინების ნაცვლად წებოვანის კოჩი კონდეს გაკრული ფანჯრებზე და კიდევ 1000 მსგავსი რამ. აი ამ სიღატაკეში გაჭირვებასა და გარშემო არსებულ ძალიან დამთქმულ პირობებში შეძლო და ისწავლო ისე რომ წარმატებით დაამთავრო სკოლაც და უნივერსიტეტიც. გარემოში სადაც ღრმა ბავშვობიდან კრიმინალობა უნდა ყველაბიც, სადაც ყოველდღე გიწევს იჭხუბოვან შეურაცხყოფა მოითმინო მხოლოდ იმისთვის რომ სწავლობდა ეს ამ გარემოსთვის მიუღებელია. ეგრეთ წოდებული შკოლნიკობაა და ასე შემდეგ. გაუძლო იმასაც რომ თურმე უკვე თავის ტვინში სიმსივნე ჩაბუდებული დედა შენი საშინლად წვალობს, რათა შენ უნივერსიტეტში წასასვლელი ფული გქონდეს. უნივერსიტეტში სადაც უფლობის გამო როცა დედა ავად იყო და ვერ ახერხებდა მუშაობას ნახალოვკიდან მაღლივ კორპუსამდე უამრავჯერ ასულ ხარ ფეხით. სადაც სტუდენტობისაც სწავლის პარალელურად ოჯახის დასახმარებლად მუშაობ ტვირთავად ტუშონკების ცეხში, ზელ ბეტონს სხვადასხვა სამშენებლო ობიექტზე. ეზიდები 12 კილოგრამიან ბლოკებს, ღამეებს, ტაიანჩიკად მუშაობისას დილით კი გადაღლილი და გამოუძინებელი მიდიხარ უნივერსიტეტში. ასე იწყება ნიკა ჩერქეზიშვილის მიმართვა, რომლის გამოქვეყნების შემდეგ სახელმწიფო კანცელარიასთან მან საპროტესტო აქცია დაიწყო. ადამიანების უკიდურესი გაჭირვება ქვეყანაში, სადაც ახალწლამდე შემცირებების ტალღას კიდევ ველოდებიან. რამდენიმე წუთში დღის ამბებში თავად ნიკა ჩერქეზიშვილი ისაუბრებს. რა სათქმელი ახალგაზრდა ნიჭიერ კაც ხელისუფლებისთვის. ჩვენი დღევანდელი სტუმრები ასევე ქართული ოცნებიდან იქნებიან ლევან კობერიძე და იურისტი ლევან ალაფიშვილი. დამიბრუნონ რაც უკანონო წამართვეს სამსახური. ესა ახალგაზრდა კაცის ერთადერთი მოთხოვნა. მას საკუთარი სპეციალობით მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება აქვს. მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელად. წელიწად ნახევრის წინ ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. გამოიყენა ფაქტობრივად ყველა სამართლებრივი გზა, თუმცა უშედეგოდ. ახლა კი იგი იძულებული გახდა კანცელარიის წინ საჯაროდ გააპროტესტოს არსებული უსამართლობა. მის უფლებებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო იცავს. წელიწად ნახევრის წინ გაათავისუფლეს, როგორც გითხარით. შემდეგ პირველმა ინსტანციამ გაამტყუნა. რასაპროტესტებს კანცელარიის წინ ნიკა ჩერქეზიშვილი, ადამიანი, რომელსაც დღემდე მხოლოდ პოეზიის მოყვარულები იცნობდნენ. გუშინ საღამოდან, მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა და იმავე საღამოდან კანცელარიასთან დადგა საკუთარი უფლებების დასაცავად. რამდენიმე ამონარიდი კიდევ ნიკა ჩერქეზიშვილის ვრცელი მიმართვიდან, რომელიც როგორც თქვით, მან სოციალური ქსელით გაავრცელა. ქვეყანაში სადაც უკვე ძალიან მიჭირს გაძლება, გავდივარ ქუჩაში. ეს არის მხოლოდ ჩემი ნიკა ჩერქეზიშვილის პიროვნული გადაწყვეტილება და მას არანაირი პოლიტიკური სარჩული არ გააჩნია. არც ერთი პოლიტიკური ძალა არ დგას ამ ყველაფრის უკან. გაივლია ასობით კონკურსს, სადაც თითქმის ყველგან გადალახავ ტესტირების საფეხურებს, მაგრამ იქ ხდება დიდი ბუა, გასაუბრება და ნეპოტიზმი დაავადება. ქვეყანაში დასაქმების არანაირი შანსი არ გაქვს. სადაც უამრავი მცდელობის შემდეგ, როგორც იქნება გააღწევ ერთ-ერთი კონკურსიდან, იმუშავებ ასე 12 წლის განმავლობაში და ეტაპ-ეტაპ ახვალ გარკვეულ დონემდე, საიდანაც უკვე შეგიძლია ადამიანური პირობების შეუქმნა მოხუცებულ მშობლებს, მცირეწლოვან შვილს და უცებ შესაძლოა გამოჩნდეს 4-5 კაცი, ვისაც საკუთარი მამის თუ ბიძის კანტორა გონია ადმინისტრაციული ორგანო, რომელთაც ვიღაცის დაუდევრობით ჩაუვარდათ ხელში ძალაუფლება, მას ბოროტად იყენებენ და უსამართლოდ გათავისუფლებენ სამსახურიდან. მოთხოვნა, დამიბრუნონ, რაც უკანონო წამართვეს სამსახური. რადგან გუშინ არ ჩამოვფრენილ ვარ ციდან და დღეს არ ვითხოვ დასაქმებას. ეს არის ჩემი და მთლიანად ჩემი ოჯახის მრავალწლიანი წვალების შედეგი. სხვანაირად ვერ ვიპოვიდი საკუთარ თავში მორალურ უფლებას მომეთხოვა რამე, რადგან ქვეყანაში ჩემს გარდა ათასობით უმუშევარია და ნამდვილად არ მგონია ვინმეზე რამით მეტი ვიყო. გავდივარ და
დგების სახელმწიფო კანცელარიის წინ და ტრაქტორსაც რომ გამომაბან ვერავინ დამძრავს იქიდან ვიდრე ჩემი სამართლიანი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება თბილისის სოლიდარობის ქსელის მოთხოვნები კი ასეთია აღადგინო ნიკა ჩერქეზიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად შეხვდეს მას გიორგი კვირიკაშვილი რომელსაც ნიკას გათავისუფლების დროს ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა საჯარო სამსახურებში კადრების დანიშვნა ხდებოდეს უფრო გამჭვირვალედ პრიორიტეტი გახდეს კვალიფიკაცია და არა ნეპოტიზმი და როგორც უკვე გითხარით ნიკა ჩერქეზიშვილია ჩვენი პირველი სტუმარი მე მას მივესალმები ის მცირე ხნით მოვიდა სტუდიაში ჩვენთან საიდანაც ისევ მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლებს მადლობა ნიკა რომ ხარ ჩვენი სტუმარი გუში როდესაც სოციალურ ქსელში მე წავიკითხე თქვენი ეს მიმართვა მოხსენით ყველა დაგეგმილი თემა და გთხოვეთ რომ ყოფილიყავით ჩვენი სტუმარი თქვენს წერთ თქვენივე წერილში რომ თქვენ არ ხართ ერთადერთი ვისაც ეს პრობლემა წლების განმავლობაში შეხებია ამ ქვეყანაში და შესაძლოა კიდეც შეეხოს რადგან ვიცით რომ არის დაგეგმილი შემცირებები მე მინდა დღეს თქვენ პირდაპირ ეთერში უთხრათ თქვენი სათქმელი ხელისუფლებას და საზოგადოებას ჩემი უმთავრესი სათქმელი არის ის რომ მე შინაგანად არ ვარ მოწოდებული ამ აქციებისკენ ეს არ არის ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა სულად საგრძნობ თავს ისე როგორც თევზი წყალში მაგრამ სამწუხაროდ ისე მოხდა რომ მიუხედავად იმისა რომ მივმართე ყველა ცივილურ ფორმას სამართლებრივ გზას და დამემტკიცებინა ჩემი სიმართლე მივმართე უშუალოდ მინისტრს მივმართლე სასამართლოს ვერ ვიპოვე ჩემი სიმართლე და ეს იყო უკვე უკიდურესი გზა რომელიც გამოვიყენე რადგან როგორც უკვე გითხარით ცივილური მეთოდებით ვერ მოხერხდა ის რომ დამემტკიცებინა ამ ქვეყანაში ჩემი სიმართლე ნიკა მას შემდეგ რაც თქვენ გამოაქვეყნეთ ეს მიმართვა სოციალურ ქსელში მას შემდეგ რაც დაიწყეთ საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიასთან ვინმე შეგეხმიანა თუ არა დიახ დღეს შემეხმიანენ მთავრობის კანცელარიიდან შემხვდა იურისტთა ჯგუფი რომელთაც მომისმინეს ჩაიწერეს ჩემი საკონტაქტო ტელეფონი ინფორმაცია და მითხრეს რომ დამიკავშირდებოდნენ და ველოდები მათგან დაკავშირებას გითხრეს რომ დაინტერესდნენ უკვე მას შემდეგ რაც თქვენ ასეთი ხმამაღალი პროტესტი გამოთქვით თუმცა გუშინ იყო ესეთი რომ უბრალოდ სკამის დადგმა ვთხოვე და მასეც უარი მითხრეს მაგრამ დღეს წამოვიდნენ უკვე კონსტრუქციულ საუბარზე მომისმინეს ყურადღებით იყო ჯგუფი რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი და როგორც გითხარით ჩაიწერეს ჩემი ინფორმაცია საკონტაქტო და მითხრა რომ დამიკავშირდებოდა. ძალიან კარგი მე გისურვებთ რომ მოხდეს დადებითი შედეგის მიღწევა, იმიტომ რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც ალბათ ძალიან ბევრი ადამიანის, ძალიან ბევრი ახალგაზრდა ადამიანის სათქმელი თქვით ამ ქვეყანაში. მომიყევით თუ შეიძლება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იცით რატომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ჩვენ დღეს გვეუბნებიან რომ ოპტიმიზაციის სახელით კიდევ იგეგმება შემცირებები სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში. ანუ თქვენ ამბობთ რომ მხოლოდ ნეპოტიზმით ხდება დღეს სამსახურებში ადამიანების დანიშვნა, დატოვება საკუთარ პოზიციაზე. თუ არის კიდევ შანსი რომ თქვენივე ნიჭი, თქვენივე გამოცდილებით მიაღწიოთ კარიერის ამა თუ იმ საფეხურზე ახვიდეთ, გეკითხებით იმიტომ რომ თქვენივე წერილში წერთ რომ ძალიან მძიმე ახალგაზრდობის, ძალიან მძიმე სტუდენტობის და ბავშვობის შემდეგ თქვენ მაინც მოახერხეთ რომ მისულიყავით იმ პოზიციაზე, საიდანაც გაგათავისუფლეს წელიწადნახევრის. კი ბატონო, გეტყვით, ჩემი აზრით საკმაოდ გართულებულია დღეს დასაქმება იმის გამო რომ ძირითადად ხდება როგორც ცხადება კონკურსები საჯარო სამსახურებში და მითითებული ანუ განაცხადების გადარჩევის შემდეგ პირდაპირ ინიშნება გასაუბრების ეტაპი რაც არის ერთგვარი რაღაც ესეთი ბუდე სადაც შეიძლება რომ ნებისმიერი ადამიანის კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი გადადო უკანა მხარეს და სხვა პირობები წამოაყენო წინა პლანზე და მე ვფიქრობ რომ უნდა იყოს ტესტირებები და ტესტირებაში თუ მიიღებს ადამიანი მაღალ ქულებს შემდეგ აღარ უნდა კონდეს კომისიას იმის ბერკეტი რომ თქვა გასაუბრების საფუძველზე მხოლოდ თუ რაღაც ადამიანის მიმართ ექნება გარკვეული სიმპათიები შეიძლება ის იყოს მისი ნათესავი ანუ ეს ნეპოტიზმი რომ მაქსიმალურად გამოირიცხოს აი ამას ვფიქრობ რომ ეს აუცილებლად გადასახედია და
და ვფიქრობ, რომ ანუ თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ, რა ეს არ არის უბრალოდ ადამიანი ადგა და გაანთავისუფლო სამსახურიდან. ამით ფაქტობრივად შენს მის ოჯახურ მდგომარეობასაც საფრთხის ქვეშ აყენებ. იმიტომ რომ დაუსაქმებელი ადამიანი, რა თქმა უნდა, ოჯახში რაღაცნაირად მისი სოციალური სტატუსი დააბლდება. მამაკაცის შემთხვევაში მით უმეტეს ეხლა მე არანაირი ის არ ვარ გენდერული იმის წინააღმდეგი, მიმაჩნია რომ ქალიც უნდა მუშაობდეს, რა თქმა უნდა და უნდა განათლებაც მიიღოს და ყველაფერი, მაგრამ მამაკაცისთვის ჩემთვის როგორც ასეთი, ხო? რაღაც ძალიან დიდი დისკომფორტია, რომ არ მაქვს იმის საშუალება, რომ დავსაქმდი არა და განთავისუფლებული ვარ იმ საფუძვლით, რომ ვარ არაკვალიფიციური კადრი. ასე გითხრეს თქვენ გაიარეთ ტესტირებები, წარმატებით, თქვენ 12 წლის განმავლობაში მუშაობდით და უცებ გითხრეს, რომ იყავით არაკვალიფიციური. ხო, მითხრეს რა ეს წერია ჩემს განთავისუფლებას. ხო, მაგრამ აი რის საფუძველზე შეაფასეს ეს არის? მე ვფიქრობ, რომ აქ მოხდა როგორი რაღაც, იცით, გარკვეულ ადამიანთა ჯგუფს სადღაც დეპარტამენტის დირექტორის დონეზე ჩაუვარდა ხელში გარკვეულ ეტაპზე ძალაუფლება და ეს გამოიყენეს ძალიან ბოროტად და ძალიან სამწუხაროა, რომ არ აღმოჩნდა ისეთი პასუხისმგებელი პირი, რომ აი ვინც ამას ალაგმავდა, ასე ვთქვა, ანუ ამ ადამიანების რაღაც უპასუხისმგებლო ქმედებას აყვა უკვე ზემდგომი თანამდებობის პირებიც, ალბათ შეუმოწმებლად და საბოლოოდ მივიდნენ იმ შედეგამდე, რომ აი 12 წლიანი გამოცდილების მქონე ადამიანი, რომელსაც არასოდეს არანაირი შენიშვნა არ მიუღია, თქვა დადებითი დახასიათებები აქვს, აი პირდაპირ ვიტყვი მოისროლეს სანაგვეზე და არანაირი დასაქმების შანსი არ დაუტოვეს. მიუხედავად იმისა, რომ აი ბოლო კონკურსებზე მაქსიმალური შედეგები ვაჩვენე 50 ქულიდან 50 და ასე შემდეგ, მაინც საბოლოო ჯამში ვერ ვახერხებ დასაქმებას სწორედ იმის გამო, რომ პირად საქმეში მიწერია, რომ ვარ არაკვალიფიციური კადრი, ვარ კონფლიქტური პიროვნება და ასეთი კადრის დანიშნა თავისთან არავის არ უნდა და ვერ ვამტკიცებ ამას, რომ არ ვარ არც კონფლიქტური და არც არაკვალიფიციური. ნიკა, ერთი ასეთი კითხვა მინდა, თუ შეიძლება რომ დაგისვათ, თქვენ როდესაც ეს ამბავი შეგემთხვათ, ანუ როდესაც გამოგიშვეს სამსახურიდან, მაშინ საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდით, შესყიდვების სამსახურის უფროსად და მაშინ იყო მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ხო, საგარეო საქმეთა. თუ იცოდა მინისტრის დონემდე თუ მივიდა მაშინ ეს თქვენი ამბავი? ჩემი აზრით, მე ჩემს პირადი აზრი არ ვიცი, ხა დაბაჯითებით ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩემის აზრით არ იცოდა, იმიტომ რომ ჩემს იქ მუშაობის პერიოდში ძალიან მოკლე ხნით იყო ბატონი გიორგი დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრად და ჩემს განთავისუფლების დროს ის ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა უშუალოდ კურატორი მინისტრის მოადგილე, ვინც ჩემს სამსახურს კურირებდა. ჩემს განთავისუფლებამდე ერთი კვირით ადრე გადავიდა პირადი განცხადების საფუძველზე სხვა სამსახურში. ანუ საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ მინისტრი არ იყო ადგილზე, კურატორი მინისტრის მოადგილე განთავისუფლდა, ჩემს განთავისუფლებამდე ერთი კვირით ადრე და ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს, კონკრეტულად დეპარტამენტის დირექტორს ბატონ გელა ბუკიას და მის ასე ვთქვათ გარემოცვას ჩაუვარდა ხელში ძალაუფლება, რომელიც გამოიყენა საკმაოდ ბოროტად და ისეთ ანუ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იყო აბსოლუტურად ისეთი პროფილის მოადგილე მინისტრის, რომელიც შესყიდვებში აბსოლუტურად ვერ ერკვეოდა, არ იყო ის ჩახედული ამ საქმეში, დაწერეს მოხსენებითი ბარათი, შეთითხნეს ასე ვთქვათ, მე ჩემი პოზიციას ვიძახი და ამის საფუძველზე უკვე მინისტრის მოადგილემ აღნიშნულმა გადამოწმების გარეშე გამომიშვა სამსახურიდან. აი ესე მგონია მე რომ ეს ყველაფერი მოხდა და შემდეგ უკვე რახან ერთხელ დაშავდა ეს საქმე, უკვე აღარ გამოაშკარავეს და ასე მიეჭქმალა და საბოლოოდ მივედი იქამდე რომ მომიწია ესეთი მარგინალური გზის არჩევა, რომელსაც ვეწინააღმდეგები, რომელიც არ არის ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა, მაგრამ სამწუხაროდ კიდევ ვიძახი რომ ვერანაირად ვერ მოვახერხე ცივილური ფორმით, ვერ მივაწვდინე ხმა ვერავის მაღალ დონეზე პასუხისმგებელ პირს, რომ არ მისულიყო აქამდე საქმე. მე არ დაგეთანხმებოდით, აი როცა თქვენ ამბობთ რომ მარგინალურ გზას პროტესტი თქვენ რომელიც გამოხატეთ და რაფორმითაც გამოხატეთ, ამ პროტესტმა გამოიწვია ის რომ დაინტერესდნენ ხო ის ადამიანები, ვინც აქამდე შეიძლება უნდა დაინტერესებული იყვნენ, ან არა, ან უბრალოდ არ იცოდნენ. მე გეთანხმებით, იცით რატომ? მე თვითონ ვარ ბუნები ძალიან მეამბოხი ადამიანი და მე თვითონ ხმამაღლა პროტესტებ ხოლმე და მართლა აი შინაგანი ამბოხი საზოგადოების სახელით შეიძლება ყველამ ერთად ვერ გაბედოს, ან ვერ მიიღოს ასეთი ტიპის აქციების გადაწყვეტილება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო თქვენი მხრიდან. აი ამ პროტესტის გამოხატვა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, თქვენ არ ხართ ერთადერთი, ჩვენ ბოლო დღეებია ვაკეთებთ გადაცემებს მუდმივად აი დაგეგმილ გათავისუფლებებზე, იქ ინფრასტრუქტურის სამინისტროდან კონკრეტული სამსახურის ხელმძღვანელმა დაწერა საკუთარ Facebook-ზე დაახლოებით იგივე
რამოდენიმე შინაარსის განცხადება, რაც შინაარსიც იყო თქვენს აი ამ მიმართვაში, ამიტომ მე არ ვთვლი, რომ ეს არის რაღაც ისეთი მარგინალური. რას ვიტყვით? ყველაზე მეტად რამაც გამაღიზიან აბსოლუტურად გეთანხმებით იყო ის, როდესაც სამსახურიდან გამომაგდეს და როცა უთხარი რომ მე არ გავჩერდებოდი და გამორიცხული იყო რომ მე გავჩერებული იყო, ამიტომ ეს ჩემს ბუნებაში არ არის და ჩემს ხასიათში არ არის. და ამიტომ ნუ გააკეთებენ ასეთ რაღაცას, პასუხი გამწეს ასეთი რომ საწახვალო იჩივლებო, ყველგან ჩვენ ვართო და ყველგან ჩვენ ვარ და ყველგან ჩვენ დაგხვდებითო, აი ესეთი რაღაც და უბრალოდ მე რას ვიძახოდი იცით ინგა რომ უკვე 21 საუკუნეში ჩვენს ქვეყანაში ვფიქრობ უკვე უნდა მიგვეღწია იმ დონემდე განვითარების და პროგრესულობის რომ არ უწევდეთ ადამიანებს თავიანთი სიმართლის აი ამ გზით დამტკიცება. მე ამის თქმა მინდოდა თორე რა თქმა უნდა როდესაც იჩაგრები და როდესაც უკვე სხვა გზა აღარ რჩება ეს უკვე ჩვეულებრივ კანონიერი გზად იქცევა. უბრალოდ მე არ მინდა ადამიანებს უწევდეთ აი ხა თქვენ როგორ გუშინ გავათენეთ მინუს ტემპერატურაზე გავიყინეთ ასე ვთქვათ ქუჩაში ხო აი რატო რომ ამაზე ხო ჩვენი ოჯახი ნერვიულობს ჩვენი დედა ნერვიულობენ მშობლები და ძალიან ჩვენთვისაც ძალიან მძიმეა ხო ჯანმრთელობას ვიზიანებთ ქუჩაში. აი იცით თქვენ როდესაც იქ ათენებდი და როდესაც თქვენი მიმართვა ვრცელდებოდა და მოიცვა მთელი სოციალური ქსელი ამ დროს ადამიანები ღია კედლებზე თუ პირად საუბრებში ერთმანეთს თქვენს ამ პროტესტზე ესაუბრებოდნენ გეძებდით თქვენს კოორდინატებს ვეძებდით ანუ საზოგადოებისთვის ეს ძალიან ემოციური თემაა და ძალიან სოლიდარული იყო მთელი სოციალური ქსელი იმიტომ რომ ის რაც თქვენ თქვით შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანის სათქმელია. ერთი კითხვა მინდა ასეთი რომ დაგისვათ ისევ აი ამ თქვენი წერილიდან გამომდინარე თქვენ საუბრობდით იმაზეც რომ ეს არაა მხოლოდ თქვენი პრობლემა. აი თქვენს გარშემო ნიკა ბევრი ნიჭიერი წარმატებული ან წარუმატებელი ალბათ არის ადამიანი. რამდენად ხშირად აწყდებიან თქვენი მეგობრები, თქვენი ნაცნობები მსგავს პრობლემას? ყოველ ნაბიჯზე და მე ვფიქრობ რომ ხელისუფლებაში არიან გონიერი ადამიანები მართლა ეგრევე ვფიქრობ და უნდა გაუსწორონ ამ პრობლემას თვალი ანუ აღარ უნდა მოხდეს ამის მიჩქამმალვა და რეალურად უნდა მიეცეთ ადამიანებს დასაქმების საშუალება რეალურად უნდა კონკურსები ანუ გეტყვით ახლა კონკურსები აი უნდა ითქვას ეს აუცილებლად იმიტომ რომ ეს არ არის ხო რაღაც ისეთი რომ მე ჩემი თქვათ რაღაც მივაღწიო ჩემს რასაც ვითხოვ და შემდეგ სხვისი პრობლემა არ მაინტერესებს ანუ რისი თქმა მინდა იცით ინგა რომ კონკურსები ცხადდება სადაც უკვე აი გამოაცხადებს ადმინისტრაციული ორგანო კონკურს და იქ უკვე ადამიანები მუშაობენ გესმით? უბრალოდ შტატში არზიან ეს ადამიანები და ცხადდება კონკურსი, რომელშიც იღებს მონაწილეობას 20-30 კაცი და ეს ადამიანები სასაცილო მდგომარეობაში არიან. ანუ მათ არანაირი შანსი არ აქვს. იქ უკვე მუშაობს ადამიანი, უბრალოდ აი უხეშად რო თქვა რა ჟარგონულად, უправებენ ამ შტატს. ხვდებით? აი ეს თვითონ კარგად იციან ეს ყველაფერი და ამას უნდა გაუსწოროს თვალი ერთხელ და სამუდამოდ. ხელისუფლებამ უნდა ერთხელ და სამუდამოდ საჯარო სამსახურში ჩამოყალიბდეს ის პრაქტიკა, რომ იყოს ტესტირებები, არ იყოს პირდაპირ გასაუბრებები დანიშნა ადამიანი და თუ ვიღაც აიღებს ტესტირებაში ძალიან მაღალ ქულას, რაღაც კოეფიციენტი ან რაღაცა ის უნდა შეიმუშაონ ესეთი სქემა, რომ აღარ მოხდეს დაჩაგვრა ესეთი ადამიანები. კი ბატონო, ნიკა, კიდევ ერთი კითხვა, თუმცა მანამდე ერთი შენი ლექსი მინდა ეხა ჩვენს მაყურებელს უცებ შევთავაზო, პატარა ნაწყვეტს წავიკითხავ. ვიყურები ფანჯრიდან და ხედავ რომ არავინ მყავს ამ გათენების მეტი, ვისაც შემიძლია ველაპარაკო. დაუძლეველი სურვილი მაქვს შიშველი კანით ვიგრძნო ჰაერი. ჰაერი რომლითაც უფალი სუნთქავს. დღეების სავსეა სიხარულით. გუშინ ფულის სესხება მინდოდა და მთელს უბანში ერთი კაცი არ აღმოჩნდა, ვისაც 10 ლარის ღირებულების სიკეთე ექნებოდა. გაწვიმდეს მაინც და ასე შემდეგ. მე წავიკითხე იმიტომ რომ აი ამ ლექსებშიც რასაც გავეცანი, ამ ლექსებშიც თქვენი ზუსტად ის პათოსი, ის ტკივილი წავიკითხე გუშინ ღამე, რაზეც ეხლა მე და თქვენ საუბრობთ. ანუ თქვენს გარშემო ბევრია ამ დღეში? ძალიან ბევრია და აი თუ მაქვს დრო რაღაც 1-5 წუთი მინდა რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამაც მე მიბიძგა ამ გადაწყვეტილებისკენ რეალურად აი როგორი რაღაცა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა ამას თელმა ქვეყანამ მიაქციოს ყურადღება იმიტომ რომ ამაზე მნიშვნელოვანი მე ვფიქრობ რომ ადამიანს არაფერი არ აქვს ანუ ეხლა მე რეალურად გამოსული ვარ იდეის გამო ქუჩაში ხო ვიცავ ჩემს ღირსებას ვარ მაგრამ ჩემი მთავარი იდეა არის ჩემი 6 წლის ქალიშვილი მე მის ბედნიერების ფას არაფერი არ მიღ არც ის ქუჩაში დგომა მიღებს, არაფერი არ მიდღის და აი რამდენიმე დღის წინ იყო ესეთი ძალიან ადამიანურად საუბრობ ხა და შინაურულად. ანუ რამდენიმე დღის წინ იყო ესეთი ფაქტი, რომ მოვდიოდით
სახლისკენ გზაში მითხრა რომ მამიკო სოსისი მიყიდეო ჩემმა გოგომ თეკლამ და ფული არ მქონდა იმდენი საკმარისი თანხა არ მქონდა რომ მეყიდა იმდენი სოსისი რომ თქვა ჩემი ძმა ჩვენთან ცხოვრობს იქვე და რომ იმასაც შვილი ყავს რომ ორივეს ყოფნოდა ეს სოსისი და ერთი წამით გავიფიქრე რომ მოდი 4 წელს ვიყიდი და თეკლას ვეთყვი ჩემს ქალიშვილს რომ მამიკო მოდი ჩვენთან ჭამე რომ მე თქვა ათოს ჩემს ძმის შვილს მარიამსაც არ მოუნდეს ეს სოსისი და ეს გავიფიქრე ერთი წამით და ისე შემზარა ამ გაფიქრებამ რომ ანუ ჩემს თავში წარმოვიდგინეთ უკვე რაღაც ისეთი ადამიანი იღვიძებს რომელსაც შეუძლია რომ ესეთი რაღაც გაიფიქროს უკვე რომ თქვა თავის შვილს რომელიც და ის მე მნიშვნელოვანი რა არის ეს სოსისი რომ შევწვი საბოლოოდ ისე მოხდა რომ მაინც იმდენი ვიყიდე მოხერხდა ისე რომ ორივეს ყოფნოდა როგორც კი შევწვი ჩემმა გოგონა მოკიდა ხელი ამ თეფს და წავალო მამიკო და მარიამთან შევჭამო ანუ ბავშვი ინსტინქტში უდევს ეს თვითონ ბავშვის ისაა რომ გაუნაწილოს თავის ყველაზე საყვარელ ადამიანს ეს ყველაფერი ხო და მე უნდა ვასწავლო მას რომ ეს სოსისი ჭამოს მოფარებულში ხვდებით რადგან არ არის იმდენი რომ ორივე მჭამოს და ესეთ მდგომა ანუ ეს სამსახურიდან განთავისუფლება არ არის უბრალოდ რომ ადამიანის სამსახურიდან განთავისუფლე ამით მას რამხელად კევილს აყენებ რამ მდგომარეობა ამაზე ხო უნდა დაფიქრდი ანუ როგორ რაღაცაში ვექცევით იცი ამის მე რენგრევა ამის შემდეგ მე რენგრევა ოჯახები ამ სოციალური დამძინებული ფონის გამო და აი ამაზე უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება რომ ადამიანებს რეალურად უნდა გავახილოთ თვალები რომ უჭირს ამ ქვეყანაში რეალურად უჭირს რეალურად ანუ რაღაც გარკვეული ჯგუფები საქმდებიან კონკრეტული პიროვნებების ნათესავები თუ არ ვიცი და აი ამას უნდა მოეღოს ბოლო ნუ ყოველ შემთხვევაში მე ამის ძალიან დიდი სურვილი მაქვს და მე ვიბრძვი ამისთვის და ამისთვის ამოვიღე ხმა და იმედი მაქვს რომ აი ამ ბრძოლაში დამიდგება მოსახლეობა მხარში და რაღაცნაირად ყველანი ერთად ხელისუფლებაც მოსახლეობაც მოუვლით ამ ქვეყანას და პირველ რიგში ჩვენ შვილებს ისე რომ არ მოგვიწევს ჩვენი შვილებისთვის იმის თქმა რომ მოდი აი ფარდის უკან ჭამე რომ სხვა მარ დაგინახოს ისე და ბავშვები არ მივაჩვიოთ უკვე რაღაც აი ხვალინდელი დღით ცხოვრებას როცა დღევანდელი დღით უნდა ცხოვრდნენ და ხანდაზმულ ადამიანებად არ უნდა ვაქციოთ 6 და 7 წლის ბავშვები ჩემს გარშემო ასეთი ძალიან ბევრი ბავშვია ძალიან ბევრი ოჯახია და აი ხლა როცა ვეკითხებოდი ხო საგარეო საქმეთა სამინისტროში როცა რაღაც საქმეებს ვაგավորებდი როცა უფროსი ვიყავი და მეუბნებოდ აი თქვა ამაში მოდი ცოტა ნაკლები თანხა დავხარჯოთ ან რაღაც ინიციატივები რომ მქონდა ითითო საქართველოს სახეო ჩვენ ვართ ესეთი პასუხი მქონდა ანუ უცხოელებს უნდა დავანახოთ რომ აი ჩვენ რა კარგად ცხოვრობდა როგორ და როცა ჩემი სახლის გვერდზე არის ჯიხური გესმით სადაც ადამიანები მოდიან და 100 გრამ შაქარს ყიდულობენ და ბევრჯერ დამინახავს ეს ჩემი თვალით და მე ვფიქრობ რომ საქართველოს სახე როგორც ის არის ხო საგარეო საქმეთა არც უამისობა არ შეიძლება ეხლა ვხვდები რომ უნდა წარგვეთ სოფლიოს წინაშე და მოწესრიგებულები ვიყოთ მაგრამ ის ადამიანებიც არ უნდა დავივიწყოთ ვინც 100 გრამ შაქარს ყიდულობს და 2 კარტოფილს და 1 სტაფილოს რომ ოჯახი დღე გამოყობოს დღიდან დღემდე მადლობა ნიკა მე ვფიქრობ რომ ძალიან სოლიდარული აღმოჩნდა შენს მიმართ საზოგადოება და ეს კიდევ ერთხელ ვამბობ ძალიან ბევრ ადამიანზე ვრცელდება ეს შეინტკივილი. ეხლა როდესაც შენ საუბრობდი პირდაპირ ეთერში, ერთი ძალიან კარგი ახალგაზრდა კაცი, რომელიც უკვე ხელისუფლების გუნდს წარმოადგენს, მე მას ვიცნობ ბევრი წლებია, გისმენდა როგორც პროდიუსერმა მითხრა, ეს არის ლევან კობერიძე და რეკლამის შემდეგ მე მას მინდა დაუსვა სწორედ შეკითხვები, რა უნდა ქნან შენაირმა ნიჭიერმა ადამიანებმა, იმიტომ რომ ასეთები არ არიან არც თითო ოროლა, არც 5, არც 10, ასეთები არიან ბევრნი და წარმატება მინდა გისურვოთ მოკლედ მე დავამატე ფინგა თუ შეიძლება მე ხა ჩემს თავზე არ მაქვს რაღაც როგორც ადამიანზე ესეთი ძალიან ისეთი წარმოდგენა მე ყველა ადამიანს გვაქვს ჩვენი სესუსტეები ჩვენი პატარ-პატარა სისაძაგლეები მაგრამ აი საქმეს რაც შეეხება საქმეს ხო იმ საქმეში მართალი ვარ ბოლომდე და გავაგრძელებ ამ ბრძოლას ეკამდე სანამ არ მივაღწევ ჩემი სიმართლის და წარმატებები მე კიდე ვიცით რამ დამაიმე და იმან რომ თქვენ უკვე კანცელარიიდან იურისტები შეგეხმიანენ და ამან მე შემიძლია ვთქვარ კი პირველი შედეგი გამოიღო თქვენმა ამ საპროტესტო აქციამ წარმატებები ნიკა მე მთელი გულით გისურვებ თქვენ წარმატებებს თქვენს ოჯახს და ერთს გეტყვით ეხა არ ვიცი პოლიტიკურ გადაცემაში სენტიმენტების დრო არ არის ხოლმე მაგრამ მთელი აი არ ვიცი ძალიან ბევრმა ადამიანმა მომწერა იგივე ცხრილები მომდიოდა რომ კითხულობდი ბავშვობიდან მიღწეულ განვლილ თქვენს გზაზე ამიტომ რაც შევწყვიტე ლექსი იმის ბოლოს სტროფი დავამთავრებ თქვენ კი გემშვიდობებით და უკვე ლევან კობერიძეს მოусმენ და ლევან ალაფიშვილს რეკლამის შემდეგ ეს იყო ნიკა ჩერქეზიშვილი მე მიხარია რომ ის ამბობს რომ მას უკვე შეეხმიანენ
სახელმწიფო კანცელარიიდან მე მას წარმატებას ვუსურვებ ის კვლავ მთავრობის კანცელარიასთან ბრუნდება და მისი ლექსი რომლითაც გავხსენით გადაცემა და მინდა რომ ბოლოს სტროფით წავიკითხო დღეების სავსეა სიხარულით გუშინ ფულის სესხება მინდოდა და მთელუბანში ერთი კაცი არ აღმოჩნდა ვისაც 10 ლარის ღირებულების სიკეთე ექნებოდა გაწვიმდეს მაინც არიელ პეშებში წვიმის წვეთებს შევაგროვებდი მეტი არც არასოდეს მდომებია რამე ერთი მუჭა ზღვა ერთი მუჭა მზე ერთი ასვლაფთა შენამდე მანძილიც ღმერთო მადლობა ნიკა ჩვენთან რომ მიყავთ მე მშვიდობები ნიკა ჩერქეზიშვილს და როგორც უკვე გითხარით პროდიუსერმა როგორც მითხრა მის ამ გამოსვლას ეთერში უსმენდა ქართული ოცნების ერთ-ერთი ახალი ლიდერი რომელსაც მე ბევრი წლებია ვიცნობ და ძალიან მაინტერესებს როგორი იყო მისი რეაქცია როცა ამ წარმატებულ ადამიანს უსმენდა თავისი სათქივარით ეთერში ლევან კობერიძესთან ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან ერთად დავბრუნდებით ასევე ჩვენი სტუმარი იქნება გადაცემის მეორე ბლოკში იურისტი ლევან ალაფიშვილი რა აქვს სათქმელი ხელისუფლებას ამ ადამიანებისთვის მით უფრო რომ ახალ წლამდე თითქმის ყველა სახელმწიფო უწყებაში იგეგმება შემცირებები ოპტიმიზაციის